ახლა კი უნდა გამოიცნოთ, როგორ ამთავრებს ზაქარია ქუცნაშვილი ამ წინადადებას. ბატონი ბიძინას დაჟინებული პოზიცია იყო, რომ ყველა პატიოსანი ადამიანი ჩართულიყო ამ პროცესში, ხოლო კორუმპირებულები და შებღალული წარსულის მქონე ადამიანები A. კატეგორიულად გაგვერიდებინა ხელისუფლებისგან, B. გაგვეთავისუფლებინა თანამდებობებიდან, G. ჩაგვესვა ციხეში, D. არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილთაგან. ყველა ნორმალური ადამიანი ალბათ ან A-ს, ან B-ს არჩევდა, მაგრამ სწორი პასუხია D. არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილთაგან. რადგან ზაქარია ქუცნაშვილი ამ ინტერვიუში აბსოლუტურად გენიალურ რამეს ამბობს. აი, ქოცობა თუ გინდათ, გაიგოთ რა არის. მოისმინეთ, აი ეს წინადადება თავიდან ბოლომდე. ბატონი ბიძინას დაჟინებული პოზიცია იყო, რომ ყველა პატიოსანი ადამიანი ჩართული იყო ამ პროცესში, ხოლო კორუმპირებულები და შებღალული წარსულის ადამიანები შედარებით მეორე პლანზე ყოფილიყვნენ. მართლა ჩემი საყვარელი ვიდეოა ეს. კორუმპირებულები და შებღალული წარსულის ადამიანებზე უარი ვთქვათო კი არა. შედარებით უკანა პლანზე გადავწიოთ. შედარებით მეორე პლანზე ყოფილიყვნენ. ბოლო პერიოდდა ივანიშვილის ირგვლივ სანქციური ყულფი ყველაზე მტკივნეული სწორედ ამ სეგმენტისთვისაა. ჩემი თუ არ გჯერათ, აგერ ქართული ოცნების წევრი კახი კახიშვილი, ნახეთ როგორ იხოკავს სახეს. როდემდე უნდა ვიჯდეთ, რომ ხო სანქცია არაფერი არა. არაფერი არა, როგორ არ არის არაფერი, არის. შენ მე წვდომას არ მაძლევ თანხაზე. ესე იგი შენ მე მტოვებ ჯანმრთელობის უზრუნველყოფის გარეშე. მე ვერც წამალს ვიყიდი, ვერც დაზღვევას გადავიხდი სამედიცინოს და ვერც ოპერაციის ფულს გადავიხდი. ანუ გამოდის რომ მე თუ ავათავარ, უნდა მოვუყდე? ამიტომ სტაბილური განვითარება უნდა ავირჩიოთ ისეთი, რომ არც არავინ მტერი არ ყავდეს ახლა როგორც დღეს, ყოველ დღე რო გვასანქცირებენ და იმ ხალხმა რა ქნას კაცო ახლა. ძალიან დაღუპული კაცია ეს. ავტორიტარული სახელმწიფო მუდამ ერთ მუშტად უნდა იყოს შეკრული. უბრალოდ მუდამ შეკრული მუშტით საქმის კეთება არ გამოდის. გამოდის მხოლოდ ნგრევა და კიდე ერთი რამე, რაც ერითმება სიტყვას ნგრევა.